დღეს ეს გადაწყვეტილი ხელისუფლებაში მოყოფილი პოლიტიკური ძალის ხედვად რა თქმა უნდა სამწუხარო იყო რომ ეს საკითხი აქამდე სერიოზული ჯგუფია სამხედროების კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას რომ დღეს მე წარუდგინე საქართველოს პრეზიდენტს პოლკოვნიკი ძნელაძის კანდიდატურა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეს იყო ჩვენი კონსულტაციების შედეგი და გავეცი ასევე პირველივე მითითებები მივეცი გაერთიანებული შტაბების ახალ ხელმძღვანელს რომ სასწრაფოდ დაიწყოს ნატოს კომიტეტის ვიზიტის მომზადება საქართველოში რომელიც გადადებული იყო რაღაც პერიოდით მე მგონია რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმით რომ სამხედრო შეიარაღებული ძალები თავდაცვის სამინისტრო იმ გეგმებს რომელიც რეფორმირების კუთხით აქვს მომზადებული უკვე სწრაფად დაიწყებს ამის განხორციელებას კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ სამოქალაქო კონტროლი სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე ეს არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში რითაც აკონტროლებს შეიარაღებულ ძალებს და ეს არის ეფექტურად უკვე ამოქმედებული და მე დარწმუნებული ვარ რომ გაერთიანებული შტაბის და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილის ჰარმონიული ურთიერთობა იქნება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის მთავარი საყრდენი. დღეს იყო პირველი თათბირი ჩემი მინისტრთან უკვე მივიღე პირველი დავალებები. პირველი დავალება არის ნატოს სამხედრო კომიტეტისთვის მომზადება. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. იყო ამ გარდამავალ პერიოდში გაერთიანებული შტაბის უფროსი